როგორ ისმება პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომის დიაგნოზი? ძალიან მარტივად და თქვენ წარმოიდგინეთ, არაიქიმსაც შეუძლია რომ დასვას ეს დიაგნოზი, თუ იცის სიმპტომები. ყოველ შემთხვევაში 99%-ის სიზუსტით. თუ თქვენ ხართ რეპროდუქციულ ასაკში, ანუ დაახლოებით 13 წლიდან 35-40 წლამდე, გაწუხებთ მენსტრუაციის გადაცდენები, ჭარბი წონა, გაქვთ აკნე, ჭარბთმიანობა, ხოლო ეკოსკოპიური დათვალიერებისას საკვერცხები არის უფრო დიდი ზომის ვიდრე ნორმალური საკვერცხე და მასში უფრო მეტი ფოლიკულია ვიდრე ნორმალურ საკვერცხეში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გაქვთ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. არ არის აუცილებელი, რომ ერთ ქალში, ერთ პაციენტში იყოს ყველა ეს სიმპტომი, ანუ ჭარბთმიანობაც, აკნეც, ბოდიში ჭარბი წონაც და ასე შემდეგ. საკმარისია იყოს მენსტრუაციის გადაცდენები და ეკოსკოპიურად თავისებური ფორმის და სტრუქტურის საკვერცხეები, რომ შეიძლება ეს დიაგნოზი დაისვას. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი არ არის დაავადება. მისგან განკურნება შეუძლებელია. ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება, მაგრამ სჭირდება მართვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თავისებურება, რომელიც ქალების დაახლოებით 30%-ს ახასიათებს და სიმპტომები არის მეტნაკლებად განსხვავებულად გამოხატული. ზოგს შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ჭარბი წონა, მაგრამ ქონდეს მენსტრუაციის გადაცდენა და მულტიფოლიკულოზი, ანუ ბევრი ფოლიკული საკვერცხეებში. ზოგს შეიძლება ჭარბი წონა საერთოდ არ ქონდეს, არც გადაცდენები არ ქონდეს, მაგრამ ქონდეს აკნე, ანუ გამონაყარი სახეზე, რომელიც წვავდება მენსტრუაციასთან დაკავშირებით, ანუ ასოცირებულია მენსტრუაციასთან და თუ მენსტრუაციის დროს ეს აკნე გამონაყარი მატულობს, შემდეგ მცირდება, ესეც ერთ-ერთი ნიშანია. ნებისმიერ შემთხვევაში დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა, რეპროდუქტოლოგმა, გინეკოლოგმა და მან უნდა მოგცეთ სათანადო რეკომენდაციები. თქვენი ასაკიდან, სიმპტომების სიმძიმიდან და რეპროდუქციული ისტორიიდან გამომდინარე და ასევე თქვენი სურვილების გათვალისწინებით. ანუ აპირებთ თუ არა ორსულობას ახლო მომავალში და ხომ არ გაქვთ თქვათ შვილოსნობის პრობლემა, იმიტომ რომ არის ხშირად, როცა არის პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი, ორსულობა მალე არ დგება და ხდება მისი გადავადება. შეიძლება წლობითაც არ დადგეს ორსულობა და შესაძლოა ამის მიზეზი იყოს პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი. აქვე დავამატებ, რომ პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ქალი აუცილებლად იქნება უშვილო. უბრალოდ პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომის დროს ოვულაციები ხდება იშვიათად და ამიტომ შეიძლება მოხდეს გადავადება, ესე ვთქვათ, ორსულობის და არ დადგეს ორსულობა დროულად. თუმცა შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე, თუ თავს არ იცავს ქალი ორსულობისგან, ორსულობა მალევე დადგეს და თავად ორსულობა ძალიან კარგი მდგომარეობაა, ძალიან კარგ დადებით გავლენას ახდენს პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომის მიმდინარეობაზე და გარკვეული დროით ეს მდგომარეობა გადადის რემისიაში.